არ ვარცაც რომ მიგვაერთონ არ გვინდა. ვერც წარმოვიდგენდი ყველაზე ცუდ სიზმარში იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაქრებოდა მიწისაგან პირისა. დიქტატურაა ეს თუ რა არის 21 საუკუნეში? ესე მომხდური მტერიც არ მოდის ხოლმე, შინაური მტერის ბრალია ეს ყველაფერი. ვერც წარმოვიდგენდი ყველაზე ცუდ სიზმარში იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაქრებოდა მიწისაგან პირისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება შეისმენს ამ ჩვენ ხმას. იმის გამო რისთვისაც აი ძალიან დიდ პატივს ჩვენ მთავრობას არის ის, რომ ისინი ცდილობენ ქართველი ერის იდენტობის შენარჩუნებას, ქვეყნის იდენტობის შენარჩუნებას. ამიტომ ჩემი უდიდესი პატივისცემა მათ სურთ დამოუკიდებლობის შენარჩუნება. აბსოლუტურად იგივე დღეში ვართ ჩვენ. ჩვენ გვინდა ჩვენი იდენტობის შენარჩუნება, ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მე მგონი, კარგად უნდა გაგვიგოს ჩვენმა მთავრობამ. ზუსტად რისთვისაც იღწვიან ის საერთაშორისო მასშტაბით, იმისთვის ვიღწვით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის შიგნით. მე ჩავაბარე აქ იმისთვის, რომ მიმეღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განათლება და არა თსუ-ს განათლება. და ასევე ჩვენ მაგალითად მოვიყვან ჩვენ მაგალითად რობოტების ბრძოლაზე ვასახელეთ ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენ გავიმარჯვეთ და იქ დაიწერა STU და არა TSU. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა პროექტები გვაქვს ასევე დაგეგმილი და სადაც გვინდა რომ იქნება ეს ონლაინ პუბლიკაცია იქნება სხვადასხვა ჟურნალებში თუ სხვადასხვა მაგალითად წამყვან კონფერენციებზე გვინდა რომ ეწევოს STU და არა TSU და ამიტომ ვეწინააღმდეგებით ამ ყველანაირ ახალ რაღაცებს. ესე მომხდური მტერიც არ მოდის ხოლმე, შინაური მტერის ბრალია ეს ყველაფერი. მიწა იყიდება, განათლება ფსკერზეა, ჯანდაცვა ოკუპირებულია, ასე ვთქვათ, სისტემა აღარ დატოვეს, რომელსაც გარღვევა აღარ სჭირდება. უზარმაზარი სამეცნიერო ბაზაა. ენგურჰესიდან დაწყებული, თუკი საბჭოთა კავშირში თუ რამე გვირაბი, მეტრო, აეროპორტი თუ რამე აშენებულა, ყველაფერი გპ-ის ხალხის აშენებულია და ეხლა გავხდით ჩვენ ზედმეტი და ეხლა უნდა მიგვაერთონ და ჰარვარდსაც რომ მიგვაერთონ არ გვინდა. დიქტატურაა ეს თუ რა არის 21 საუკუნეში, როგორ შეიძლება ცივილიზებულმა ადამიანებმა პროფესურამ არ განიხილოს, არ იმსჯელოს ამის შესახებ. რა ხდება, მაღაზიას ვერ დახურავ დღეს ასე ხელაღებით ვიღაცის შეპესეს, უნივერსიტეტს კი არა. უნივერსიტეტი მარტო რექტორის კი არ არის. რექტორები წავლენ და მოვლენ. ვიღაცა მაიაბენია პროფესორი წავა და მოვა, მაგრამ ინსტიტუცია უნდა დარჩეს, უნდა იარსებოს. მდინარე ამღრებულია სათავეში, მე ბოლოში ზურე გადეს, ხო?